Ambasador Island Batumma ინოვაციური პროექტი და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა მეორე დღეა დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებს Ambasador Island Batumის გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს აცნობს, რომელიც მიზნად ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს. Ambasador Island Batumის პროექტი მდგრადი განვითარების და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება ის რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენასა და ქვეყნის ეკონომიკას მოემსახურება. სტენდის თითოეულ სტუმარს საშუალება აქვს კუნძულის ვირტუალური ტური ნახოს, მიიღოს მონაწილეობა, აღნიშნული ტურის სრულყოფა კი ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით ხდება. მეტ დეტალს გოჩა კამკია, Ambasador Island Batumის გენერალური დირექტორი გაგვიზიარებს, რომელიც დუბაიდან პირდაპირ ხაზია. ბატონო გოჩა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში გითხარით, რას ნახულობენ უკვე მეორე დღეა დუბაიში მიმდინარე გამოფენაზე, როგორ არის წარმოდგენილი Ambasador Island Batumi? მოგესალმებით დუბაიდან, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრიდან, სადაც იმართება მსოფლიოში ერთ-ერთი ელიტარული უძრავი ქონების გამოფენა, სადაც დაახლოებით 85-დან 300 დეველოპერი ახდენს მსოფლიო პრეზენტაციას საკუთარი პროექტების, დაახლოებით იმყოფება ამბასადორის ჯგუფი და შემიძლია გმაყოფილებით განვაცხადო ის, რომ ჩვენ გამორჩეულ სამადელოპერს შორის შევქმნით აბსოლუტური განსხვავება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს საქართველოსთან წარუდგინეთ გლობალური ეკონომიკური პროექტი, ქართული ინიციატივებით, რომელიც ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობებს რეგიონში. ჩვენ დაახტოვანებული ვართ იმით, რომ ჩვენ მქონდა მოლოდინი იმის, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი გვეყოლებოდა ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგენთ, მაგრამ ამ მოლოდინს გადააჭარბა იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომელსაც თახმად შემიძლია გითხრა და ვერ ავდივარ და ვყავს მათ შორის ძალიან გამორჩეული სტუმრები, მაგალითად გუშინ ჩვენ ვყავდა დუბაის მიწების განვითარების დირექტორი ბატონი არვან ვინი, რომელიც სპეციალური დელეგაციით გვესტუმრა და დუბაის წამყვანი მასმედიის საშუალებებით, სადაც ჩვენ მოვახდინეთ პოზიციონირება და ამ მართლაც გამორჩეული პროექტის პრეზენტაცია, მან ძალიან დიდი ხანი დაყო ჩვენ სტენდთან, დაინტერესდა დეტალებით და ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოხატა ამ პროექტის მიმართ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ძალიან დიდ განსხვავებებს. აგრეთვე ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს საელჩოში, კერძოდ ბატონი ჯანჯღავა სპეციალურად იყო ჩვენს სტენდთან მოსული, საელჩო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს პროექტს და გვერდით გვირგავს ყველაფერში. ცალკე აგრეთვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მაშინ, როდესაც ამ მართლაც უმსხვილეს გამოფენაზე უმსხვილესი დეველოპერები ახდენენ თავის წარდგენას, მათ შორის ხდება გამორჩეული პროექტების შერჩევა, მათი ხელმძღვანელების გამორჩევა და ჩვენ ამბასადორი უკვე გამორჩეული დეველოპერების ჯგუფში ვართ ხვალდაპატიჟებული, სადაც B2B შეხვედრებზე განვიხილავთ ამ პროექტის შესაძლებლობებს და დავუპატიჟებთ უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოში. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ჯგუფი დაპატიჟებული არის ცალკე პრეზენტაციაზე, სადაც პირდაპირ ეთერში გადაიქცემა და ამას ყავს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ საქართველოზე, ჩვენ ვილაპარაკებთ ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე და ჩვენ ვილაპარაკებთ ბათუმის კუნძულის მიერ დანარჩენი მსოფლიოსთვის შექმნილ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ჩვენ ვართ ისეული წარმომადგენლები საქართველოსი და ძალიან ბედნიერი ვართ ამით. ბატონო გოჩა, ამ შემთხვევაში არა მარტო თქვენს პროექტს, ალბათ საქართველოს აცნობთ ხომ ან ვიზიტორებსაც, რომლებიც სტენდზე მოდიან, რამ გამოიწვია აღნიშნული ინტერესი? მიღმა იმისა, რომ საკმაოდ ინოვაციურად და ინფრასტრუქტურულად კარგად ხარ წარმოდგენილი მიმდინარე გამოფენაზე, ანუ ეს ინტერესი როგორ აღვიებთ შემდეგ, როდესაც ვიზიტორები მოდიან თქვენთან? გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ ამბასადორის ჯგუფი, როგორც ქართული კომპანია, არის ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი და აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტენდი, როგორც კონცეფციური, ასე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, სადაც 3D ინტერაქციებში ნებისმიერ ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა, რომ დაათვალიეროს კუნძულის ნებისმიერი დეტალი და ნახოს ის მომავალში როგორი იქნება შექმნილი. და აგრეთვე ჩვენ ვართ თქონდა ამბასადორი საქართველოს ელჩები, რომლებმაც უნდა ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ ბიზნეს შესაძლებლობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებით იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ განახორციელა წარმოუდგენლად მაგარი რეფორმები, იმისთვის, რომ მსხვილმა ინვესტორებმა მოკლე პერიოდში მოახდინოს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია და საქმიანობის განხორციელება. ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ყველა ინვესტორისთვის არის ძალიან მიმზიდველი.
და აგრეთვე ჩვენ ვავსებთ შესაძლებელია ითქვას ქართულ სახელმწიფოს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ინვესტორებს უზოგავთ დროს, ანუ მაშინ, როდესაც ინვესტორს შეუძლია ერთ დღეში დაარეგისტრიროს კომპანია, მეორე დღეს ახსნას საბანკო ანგარიში, მესამე დღეს უკვე შეუძლია ამბასადორის გუნდზე განახორციელოს სრულმასშტაბიანი ინვესტიცია და დაიწყოს ბიზნესი. რაც არის ძალიან დიდი მოსახერხებელი, იმიტომ რომ ყველა ინვესტორი გარდა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა, როცა ითვლის პროექტს, ის აგრეთვე ითვლის, რამდენად დაეზოგება დრო ამა თუ იმ პროექტში შესასვლელად და ამ მსხვილი პროექტის დასაწყებად. ამ მხრივ დამერწმუნეთ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარებით ქმნის ამ გარემოს, რომელიც შესაძლებლობას უქმნის მსხვილ ინვესტორებს დაინტერესდეს საქართველოში. მთავარი მსგავსი ტიპის გამოფენებზე არის ის, რომ შენ უნდა შექმნე განსხვავებები. ჩვენ დღეს ვქმნით ამ განსხვავებებს, ჩვენ ვართ უნიკალურები და ჩვენ ვეუბნებით დანარჩენ მსოფლიოს იმას, რომ ჩვენ დაახლოებით 15-20 წლით ვუსწრებთ დაგეგმარებაში სხვა პროექტებს, იმ თვალსაზრისით, რომ იმდენად გავთვალეთ მომავლის ნაბიჯები, და იმდენად გვაქვს წარმოუდგენელი შედეგები, აი გუშინ მაგალითად სწორედ გამორჩეულმა სტუმარმა, რომელიც აღვნიშნე, მან ვის დაინტერესდა თუ როდის დავაანონსეთ ეს პროექტი და რა შედეგები ჰქონდა დღეს. ჩვენ ეს პროექტი დავაანონსეთ დაახლოებით 2022 წელს, ფართო საზოგადოებისთვის და 2025 წელს უკვე 25 ჰექტარი შევყავს შავ ზღვაში ექსპლუატაციაში. შესაბამისად ეს ელემენტები ის რომ რა განსხვავებებნი და ამ განსხვავების პრეზენტაციისას რა შედეგებით ხარ უკვე წარმოდგენილი, უკვე იწვევს ინვესტორებში მომავლის ნდობას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან მყარი პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე. კი ბატონო, დაგეგმვიდან შესრულებამდე ცხადია მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის დრო, რესურსები, რომელსაც სწორად ანაწილებს კომპანია საინვესტიციო მიმართულებებით. ბატონო გოჩო, თქვენ ახსენეთ, რომ მოლოდინს გადააჭარბა ინტერესმა, ბევრი ვიზიტორი იყო, როგორც ვიცი, ხვალ სრულდება და ხვალ წარმოდგენილი იქნებით, ასე ვთქვათ, B2B შეხვედრებზეც. რა იყო შედეგი, რომელსაც ელოდებოდით და რა შედეგები დაბრუნდებით უკვე საქართველოში? შედეგი არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ არ გვეყო მარკეტინგული მასალები. დღეს ჩვენი მარკეტინგის ჯგუფი სპეციალურად წავიდა სტამბაში იმისთვის, რომ ახალი საბეჭდი მასალები და ახალი პრეზენტაციები ჩაეშვა, რათა ჩვენ მოგვესწრო, აი არჩილ ძალიან ხო ბიატრიალი აფინასკენ, რომ კარგად ავინახოთ, როგორი ინტერესი მომდინარეობს ადგილობრივებისგან და ამ წუთას გაიხსნა სტენდი. ჩვენი სტენდი ყოველთვის არის სავსე, ყოველთვის არის გამორჩეული, ყოველთვის არის მოთხოვნადი და ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი შევაგროვეთ უკვე, ძალიან ბევრი კავშირი დავამყარეთ. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრეთ საქართველოსზე, რომ საქართველო არის გამორჩეული ქვეყანა, საქართველო არის შესაძლებლობის ქვეყანა და საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, სადაც შენ შეგიძლია განახორციელო მსხვილად ინვესტიცია და აგრეთვე დატკბე კულტურით, თავისებურებით, კლიმატით და ცხოვრებით, რაც ჩვენს ქვეყანას ზოგადად გამოარჩევს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ მსოფლიო დონის გამოფენით, სადაც პირველად მოვახდინეთ დანარჩენ მსოფლიოსთვის ამ პროექტის პრეზენტაცია და შედეგებიც ჩვენ დარწმუნებული ვართ ამაში, რომ არ დაამყობთ. მადლობა ბატონო გოჩაბ, შედეგებსაც როცა დაბრუნდებით შემდეგ კონკრეტულ ნაწილებში მოვიკითხავთ. მადლობა თქვენი ჩართულობისთვის. წარმატებებს გისურვებთ დარჩენილ პერიოდში გამოფენის მიმდინარეობისა. დუბაიში გოჩა კამკია, ამბასადორი აილენდ ბათუმი, გენერალური დირექტორი გვერდებოდა საქმიან დილას პირდაპირ ეთერში.